ჩვენი კალათბურთელები ყველაზე მაგრები არიან. შეკის გუნდს დაამარცხებენ. კარგი გოგოებო, თქვენი დახმარებით მართლა მოვიგებთ. რა თქმა უნდა, სმაილ, იმედებს არასდროს გაგიცრუებთ. ხო, ბროვასტი, თქვენი ნომერ პირველი ფანები ვიქნებით. ლეილა, უფრო მაღლა ახტი, ჩვენი კალათბურთელები ყველაზე მაგრები არიან.იანა, რას გულისხმობ? ისედაც ირემივით დავხტივარ. ჰეი, გოგოებო, შეწყვიტეთ ჩხუბი, თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ. გამარჯობათ, ბავშვებო. მელოდებოდით, დავბრუნდი. ოხ, უყურეთ ერთი ამას. ნახეთ, ვინ დაბრუნებულა. 10 ვარჯიში, რატომ გააცდინე? ჯობია იქ დაბრუნდე, სადაც ეს დრო იყავი. კარგით, დაწყნარდით, გოგოებო. ნასტია, რა მოხდა, სად იყავი? გოგოებო, მოკლედ, ერთ ბიჭს შევხვდი, სიყვარული, ურთიერთობა, მაგრამ დავშორდით და ახლა აღარ გავაცდენ ხოლმე. ბავშვებო, ეს გაიგეთ? ვარჯიშები გააცდინა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეყვარებული ყავდა, ურთიერთობაო. გესმის, რომ იმედები გაგვიცრუე? მოიცადე, ნასტია, ანუ ვიღაც ბიჭს ხვდებოდი ვარჯიშის სანაცვლოდ და შემდეგზეც იგივეს გააკეთებ? გოგოებო, ნუ ყვირი ხართ, თავი მტკივა ისედაც. სხვათა შორის ვინმე ახალი ბიჭი ხომ არ არის გუნდში, თავისუფალი ვარ, ხომ იცით? ნასტია, ამისთვის ედმენად პატარა ხარ. ხო, კალათბურთელებზე ფიქრისთვის. ნასტია, ჯობია სწავლაზე და ვარჯიშზე იფიქრო კალათბურთელების ნაცვლად. აი, ჩემგან აიღე მაგალითი. ვაიმე, ლეილა, გეყოფა, ნუ ღარ მასწავლი, შენი საქმე არ არის. ეი, ლეილა, ეგ ჩვენზე თქვი? გოგოებო, თქვენ რა შუაში ხართ? თქვენზე საერთოდ არ ვსაუბრობ. კარგით, გოგოებო, მოდით გავაგრძელოთ ვარჯიში. ნასტია, იმედი მაქვს მოძრაობები გახსოვს, ხო? კი, მახსოვს. კარგით, მეგობრებო, არ დავიწყოთ ვარჯიში? ხო, დავიწყოთ. მზად ხართ? კი, მიდი დიანა, დავიწყეთ. 1 2 3 4 5 6 7 ბროვასტი სმაილ 1 კაპიტანო ვარჯიშობთ თუ კოცნებს ვაგზავნით ნასტია მომისმინე ჩანს რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობ ნასტია სანამ წასული იყავი უფრო ჯიუტი გახდი კარგი გოგოებო ნუ ყვირი ხართ მოდით ახლა ვივარჯიშოთ კარგი 1 2 3 4 5 კარგით გოგოებო შეგიძლიათ შეწყვეტოთ ჩვენ სასადილოში მივდივართ წარმატებები ვარჯიშის მერე გნახავთ სმაილიკ კაპიტანო დიანა შეიძლება გარეთ გავიდე სად გარეთ ახლა ხანს არ დავიწყეთ ვარჯიში საპირფარეშოში ხო კარგი შეგიძლია გახვიდე მაგრამ დროზე ხენი 2 წუთი გაქვს კარგი 1 2 3 4 მარიუსა ფრჩხილები გავიკეთე შეხედე როგორი წითელია ოფ ეგეთი წითელიც არ არის უშნოა ჩემსაც შეხედე შენ არტემ მიდი და უარი რო თქოს არ იტყვის მიდი კარგი არტემ რა გინდა აქ გოგოშკურ რაღაცეებზე ვსაუბრობ ჯული დღეს კარგ ხასიათზე ხარ კი ჩემთან ერთად იქნები რა არტემ სერიოზულად ჯული მე სერიოზულად ვამბობ ვალია დამშორდა და შურისძიება მინდა ჯანდაბ ამაზე რატო ლაპარაკობს არტემ რა ვალია არტემ არ მესმის ჩემ მეგობართან თამაშობ იმიტომ რომ რაღაც შურისძიება გინდა საერთოდ იცი რა დაუცველია მარიუსა შენი საქმე არ არის არტემ დაგეხმარები შენს შურისძიებაში ჯული სერიოზულად ახლა ერთად ვართ კი გამარჯობა ბავშვებო ვა თქვენ ორი ისევ ერთად ხართ არა არტემ უბრალოდ გვიკიდია ხელები ერთმანეთზე არტემ რაზე ლაპარაკობ ჯიჯი სამუდამოდ ჩემი გოგოა აი ეს გაიგეთ ვაიმე არტემ ნახე ყველა ხვდება ერთმანეთს მოდი ჩვენც რა არა მარუსა ჯერ კიდევ მინდა რომ მარტო ვიყო ხო კარგი ჩემი თავისთვის მაშინ უკეთეს ვიპოვი და მაშინ მოგენატრები როცა აღარ ვიქნები აქ დიმა რაღაცას გეტყვი მაგრამ მინდა ვიცოდე საიდუმლო შენახვა შეგიძლია თუ არა შემიძლია კოსტა რა საიდუმლოა კარგი დიმა გოგო შემიყვარდა ბიანკა ქვია გონი მალე პაემანზე დავპატიჟებ კოსტა ეს ნიშნავს რომ დაკავებული იქნები პაემნებით და შენი მეგობარი დაგავიწყდება დიმა ვიცოდი რომ ამას იტყოდი არ დამავიწყდები არ შეიძლება რომ ვინმე შევხვდე ძალიან მომწონს იცი კოსტა როგორც მეგობარს შეგეძლო მე დამლოდებოდი სანამ გოგოს ვიპოვიდი და მერე შეხვედროდი ბიანკას დიმა ნამდვილი მეგობარივით არ იქცევი დიანას პაემანზე გამზადებისთვის გეხმარებოდი ყვავილებს ვყიდულობდი და შენ იცი კოსტა მგონი უნდა აირჩიო ან მე ან ბიანკა გამარჯობა ბიჭებო ზარი უკვე დაირეკა დიმა ამის თქმა არ შეგიძლია რატომ იყურებთ რაღაც კითხეთ არა ზარი დაირეკა გამარჯობა დიანა ახალი თმის სტილი გაქვს დიანა შენ ხმას რა დაემართა ზარი უკვე დაირეკა მომისმინე უბრალოდ კოსა შევიკარი და მე გეკითხები რა ჭირს შენ თმას არ გეკითხები ამიტომ არ თქვა რომ არ მოგწონს დიმა მგონი აღარ შევხვდები ისიც ასეთი ხასიათისაა
კარგია კოსტა, ხო ხედავ დიანას რაც დაემართა. კარგია რომ დავშორდით ერთმანეთს. ხო, ალბათ, წავიდეთ ვივარჯიშოთ, წავედით. ჯანდაბა, დიანამ ძალიან ამიშალა ნერვები. კი მეკითხება რომ სად იყავი 10 დღე და მე ვუპასუხე რომ მეთქი ურთიერთობაში ვიყავი თქო, მაგრამ ყბილილი დამიწყო. ახლა რა უნდა გავაკეთო? საერთოდ რა უნდა მაგ ბავშვს? ხო, კარგი, უკვე სკოლაში ვარ. მისმინე, არ მადარდებს რომ ჩემი და ერთად არც არასდროს არ ცხოვრობდით, ამიტომ არ მადარდებს. კარგი, მისმინე, ახლა უნდა წავიდე, საქმეები მაქვს. ხო, იცი რა, შემდეგში ვეტყვი რომ მოკეტოს და არ მადარდებს საერთოდ რომ გუნდის კაპიტანია. გამარჯობა, ეს საპირფარეშოა? დედა ჩემს ურეკავდი, ახლა ვუთხარი ზუსტად რომ ვარჯიშზე უნდა დავბრუნდე. დიანა, ასე უცბად, აქ რანაირად მოხვედი? აი, ძალიან რანაირად? ეგ როგორ რა? შენ ჩირლიდერი ხარ? დიანა, რას გულისხმობ? მე ჩირლიდერი ვარ და შენ გუნდის კაპიტანი. რა გჭირს? მისმინე, დიანა არ ვარ, მისი ტყუპი დავარ. აჰა, ესე იგი დიანა კაპიტანი გამხდარა. კარგი, შენი ფორმა დამჭირდება, შეიძლება გამოვიყენო? რას გულისხმობ გამოიყენო? დიანა მელოდება, მითხრა რომ მალე უნდა დავბრუნებულიყავი. ამიტომ მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია რომ ჩემი ფორმა გათხოვო. 1 2 3 4 5 6 7 8 ჯანდაბა, სად არის ნასტია ამდენი ხანი? ხო, ჩემი აზრით ნასტია უნდა გავაგდოთ გუნდიდან. ხო, საპირფარეშოში წავიდა 10 წუთის წინ და კიდე არ დაბრუნებულა. კარგით გოგოებო, მოდით ახლა ვარჯიში გავაგრძელოთ, მაგრამ როცა ნასტია მოვა, მიიღებს თავისას. 1 2 3 4 მოიცადე და მე რა უნდა გავაკეთო? დიანა მომკლავს რომ კიდევ გავაცდინე ვარჯიში. რა უქნა ახლა? შეგიძლია ჩემი ტანსაცმელი აიღო, აღარ მჭირდება, უკვე ჩირლიდერი ვარ. რა შარში ვარ? დიანა აუცილებლად გამაგდებს ახლა გუნდიდან. ჰეი, არტემ, დღეს დავიწყეთ შეხვედრა და შენ სულ კოცნა გინდა. ჯული, შემოგხვედე? მე და პატრიქს. ხო. ჯანდაბა, ძალიან მშია, საჭმელი მინდა, სად არის კაფეტერია? რა კაი ბიჭები არიან? ვა, დიანა, შენ უკვე მორჩი ვარჯიშს, როგორ ჩაიარა? ხო, დავამთავრეთ, კარგად ჩაიარა. დიანა, იანა სად არის? იანა? ვინ არის იანა? ხო, იანა, სადღაც იქით არის, გეოლდება, მიდი მოძებნე. ღმერთო დიანო, ხედავ რომ ძალიან ბევრს ვარჯიშობდი, ძალიან შრომის მოყვარე ხარ. კარგით, გააგრძელეთ ჩახუტება და მე იანას მოვძებნი. ისე თქვენ ორს ჩხუბი არ გქონდათ? მისმინე, მოიცა, რა ქვია? პროვასტი. ხო, პროვასტი. მე არ მჭირდება შენ იანა, წადი მოძებნე. დიანა, კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. ბოროტივით იქცევი. ვაიმე, ღმერთო, ეს რა ჯოგია? მისმინე დიანა, საკმარისია უკვე, ვინ არის ჯოგი? ეს შენ დახტუნავ თხებთან ერთად. ხო, დიანა, დამშვიდდი. დიანა, დღეს ძალიან უხეში ხარ. საკმარისად არ გეძინა, თუ რა მოხდა? არა, უბრალოდ თავისი გვირგვინი უკეთია. მომისმინე, გოგონა წითელ მაისურში, დიანა არ ვარ, შემიძლია ახლავე თვალში დაგარტყა. ჩემი გოგოს შეურაცხყოფას შეეშვი. უყურე ერთი, ჯერ შენთვის უნდა მეკითხა? დიანა, რა დაგემართა, მეხსიერება და კარგი, ამბობ რომ დიანა არ ხარ. მოკლედ დიანა, ჩვენ გაგაფრთხილეთ. გაიგეთ? მოიხსენი გვირგვინი. შეწყვიტე, ხო დიანა, ეს უკვე მართლა ზედმეტია. მოპატიე საყვარელო, მე მგონი უბრალოდ დაღლილი ვარ და რა ქვია შენ? დიანა, რა მოხდა? იქნება ექიმთან წავიდეთ. გოგოებო, ძლივს დავასრულეთ ვარჯიში, მაგრამ ნასტიასი არ მესმის, იმისთვის წავიდა ტუალეტში რომ არ დაბრუნებულიყო? ხომ გითხარი, უნდა გავაგდოთ მეთქი გუნდიდან, წავიდა 1 წუთით და მერე მთელი ვარჯიში გააცდინა. ხო, ვეთანხმები გოგოებო, ვინმე ახალი უნდა ვიპოვოთ. მოკლედ გოგოებო, ახლა წავალ და ვიპოვი და ვეტყვი რომ თუ არ უნდა ჩირლიდერობა, მაშინ ვინმე სხვას ვიპოვით და ჩავანაცვლებთ მას. ხო, მართალია. ვინმე, შეგიძლიათ ტანსაცმელები დამიბრუნოთ? გთხოვთ. გოგოებო, დარწმუნებული ვარ, რომ ნასტია კაფეტერიაში ჩავიდა, რომ ყველა ღვეზელი თვითონ შეხვდეს. დიანა, ეს რა არის? შენი ორმაგი რა კლონი ყავს? არა გოგოებო, არც ჩემი კლონია და არც ჩემი ორეული, ჩემი ტყუპიდაა, მაგრამ ნეტა აქ რას აკეთებს? ვაიმე, ეს ვინ არის? ძალიან გავს. რა? დიანა აქ არის და დიანა იქ არის. თვითმარქვია. დიანა, ეს მართლა შენ ხარ?
დიანა, შენ ხარ თუ არა? კი, გოგოებო, მე ვარ. მაგრამ Smile, მის გვერდზე რატომ დგახარ? მე ვარ დიანა და ეს არის თვითმარქვია. კალათბურთელო, რა საკეთებ? გოგოებო, მანდ რატომ დგახართ? რა? გოგოებო, მე ვარ დიანა და მე ვარ თქვენი გუნდის კაპიტანი და ეს არის თვითმარქვია. კარგით, მოიცადეთ. რომელიმე თქვენგანმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილი დიანაა. Smile, მე ვარ ნამდვილი დიანა და ეს არის ჩემი ტყუპი და. მომისმინე Smile, არ არის გასაგები რომ მე ვარ ნამდვილი დიანა და ეს არის თვითმარქვია. კარგი, ახლა მე დავამტკიცებ რომ მე ვარ ნამდვილი დიანა და შენ ხარ თვითმარქვია. ხო, დაამტკიცეთ. მართლა არ ვიცით ვინ არის? ხო, ვინ არის ჩვენი გუნდის კაპიტანი? ადვილია. კარგი, მაშინ აიღე პომპომი და დღევანდელი ვარჯიში იცეკვე. მიდი. ხო, ასე გავიგებ ვინ არის კაპიტანი. Smile, იქნებ შენ გაკოცო. ჯანდაბა გოგოებო, არ ვიცი რა დაემართა დღეს ჩვენი მწვრთნელის ხასიათს. ხო, ძალიან გვაწვებოდა. ჩვენ სკოლაში ყველაზე მაგარი ჩირლიდერები ვართ, რა ჭირს? გოგოებო, იცით რა გავიგე? თურმე თავის შეყვარებულთან ქონია პრობლემები და ამიტომ თავის სიბრაზეს ჩვენზე ანთრევს. იცით რა გოგოებო, იმედი მაქვს რომ მოაგვარებს თავის პრობლემებს ხვალამდე შეყვარებულთან. ხო, თორემ ძალიან უსამართლობაა. ხო, თავის თავს უფლებას აძლევს რომ გვიყვიროს. ჯიჯი, არ მესმის, რატომ შემოხვედი საპირფარეშოში რომ ჩვენ საუბარს მოусმინო? ჯიჯი, დაგავიწყდა რომ არავის შემოსვლა არ შეიძლება, სანამ ჩვენ არ გავალთ აქედან? ხო, ამიტომ კარი იქით არის. ხო, თორემ მერე იჭორავებ. არა, ჯიჯი? ჯიჯი, ვერ გაიგე რა გითხარით? ვერა. ჯიჯი, იცოდე მიიღებ, როდესაც საპირფარეშოდან გავალთ. და რო არა? კი მეთქი. გეუბნები რომ არა თქო. გოგოებო, შეხედეთ, ახლა შეყვარებული რადგან ყავს, სუნამუსაც ისხამს, ხო და პომადას ისვამს და ძალიან ჯიუტი გახდა. ხო, აბა ახლა პატრიკი ყავს დამცველი. ჯიჯი, მისმინე, გირჩევ ჩვენგან საქმე შორს დაიჭირო, თორემ ჩვენ შენთვის ზედმეტად ბევრნი ვართ. ხო, და მე ძლიერი შეყვარებული მყავს, თქვენი კალათბურთელები კი დებილები არიან. რაო, უყურე ჯიჯი, ტონს დაუწიე. ჯიჯი, მისმინე ხასიათი არ გამიფუჭო, ისედაც არ არის კარგი დღეს. მისმინე დიანა, შენ არ გამიფუჭო ხასიათი. გამახსენდა, ვერც გამიფუჭებ ხასიათს რომ ცეცადო. კარგი ჯიჯი, ვხედავ რომ მე მაკოპირებ ყველაფერში. კარგი, დავიღალე. არა დიანა, მე ვხედავ რომ შენ მაკოპირებ ყველაფერში, დავიღალე. გოგოებო, ეს გაიგეთ? დაიღალა თურმე. წავედით აქედან. ასე გადიხართ თქვენ ჩირლიდერები საპირფარეშოდან? ესე იგი რა ხდება? ისე უჩხუბი გინდათ? მეგობრებო, დაწყნარდით. მწვრთნელს 2 დღეში დაბადების დღე აქვს. ფულს ვაგროვებთ, რომ მას საჩუქარი ვუყიდოთ. თითოეული თქვენგანისგან 1000-ია. რა, გაჩერდი დიმა, ამათ ვაჩვენო. მოიცა, სადაა ჩემი 1000? აი აქ. კოსტა, კარგად ხარ? უბრალოდ 1000 მოგვეცი. კოსტა, დაწყნარდი, თორე ეგ ჩაფხუტი არ დაგეხმარება. შეწყვიტე, თორე ვერც 1000 მიიღებ და შარშიც გაიხვევი დიანას მოპარვისთვის და ყველაფრის. ხო, დამშვიდდით, აიღეთ კიდე 1000. მომისმინეთ ფეხბურთელებო, თუ 1000 არ მოგცემთ, მწვრთნელს ვეთქვით, რომ ჩიპს ჭამთ ხოლმე. ხო, და როგორც ვიცი, მწვრთნელი ჩიპსის ჭამის უფლებას არ გვაძლევს. ამის გამო გუნდიდან გაგაგდებენ. კარგი, შენ თუ მაგას ეთქვი, ჩვენ ვეთქვით, რომ საღამოობით გოგოებთან ერთად ხარ ხოლმე და ვარჯიშებზე ცუდ ფორმაში მოდიხართ. მძინარე ბუზებივით დახტიხართ. კარგით, მაშინ საჩუქარს მხოლოდ ჩვენგან უყიდით. დაინანებთ, რომ ეგ ფული არ მოგვეცით. კარგით, კალათბურთელებო, შეგიძლიათ წახვიდეთ, ვარჯიში იწყება. ხო, და საჩუქარს ჩვენ თვითონ უყიდით. კარგი, ბრაუს, წავედით. კარგად, სუსტებო, ვარჯიში გააგრძელეთ. კოსტა, უკვე ძალიან მეზიზღებიან. შენი აზრით მე მომწონს, საერთოდ აქ რატო სწავლობ? ღმერთო, ამათ გარეშე ყველაფერი კარგად იყო. კარგი დიმა, არ გავრასდე, ვარჯიში გავაგრძელოთ. ჯანდაბა მარიუსა, მე მგონი სერიოზული ურთიერთობა მაქვს არტემთან. ვა, რა იღბლიანი ხარ. მარიუსა, დაუჩქარე. აკოცეთ უკვე? არა, ჯერ არ გვიკოცნია, მაგრამ ვფიქრობ, რომ არტემის დაბადების დღეზე ვაკოცებთ. ვა, იმედი მაქვს მე შავთმიან არტემთან ერთად ვიქნები მაგ დროს. ჯანდაბა მარიუსა, აღარ შემიძლია, აქ ვეღარ დავრჩები, იჩქარე. აქ ვინ არის? მან რამდენი ხანი უნდა იდგე? უკვე ვეღარ ვითმე. ბიჭო, რა პრობლემაა? და თქვენ კარგად ხართ? უკვე საათია, მან ციხართ და ლაპარაკობთ, გამოდით. ღმერთო, ამდენი ხანი რაზე შეიძლება ლაპარაკობდნენ? ბიჭებო, რა იყო?
არაფერი, უბრალოდ საფერფაშოს გამოყენება გვინდოდა. წამოს სხვაგან წავიდეთ, ხო, კარგი. ჯანდაბა მარიუსა, ახლა არტემს ეგონება რომ მე ვიყავი იქ. არ მაინტერესებს რას იფიქრებენ, ერთად ვიყავით. ოჰ, გოგოები, არ იქცევიან გოგოებივით. წამო საფერფაშო ვიპოვოთ, წამო. პატრიკ, ისევ გიყვარვარ? ჯიჯი, რა თქმა უნდა. კარგი სუნი მაქვს? კი, და ჩემი ტუჩსაცხი ჯიჯი, მოგწონს? კი. და პატრიკ, რა საჩუქარი უნდა მოგეცა? აი, აქ, ჯიჯი. აი, აიღე. სამაჯური. კი. ძალიან ლამაზია პატრიკ. ჯიჯი, შეგიძლია ისე გაიგეთო, რომ არავინ დაინახოს. რატომ? პირიქით, ისე ვატარებ, რომ ყველამ დაინახოს. არა, გადადე. რატომ პატრიკ? კარგი ჯიჯი, ეს სამაჯური იატაკზე ვიპოვე გასახდელებთან. რას გულისხმობ პატრიკ? ანუ ეს სამაჯური იპოვე და მე მომეცი რომ ყველამ იფიქროს რომ მე მოვიპარე? არა ჯიჯი, უბრალოდ აქ არ უნდა გაიგეთო. იცი რა პატრიკ, ასეთი საჩუქრები არ მჭირდება, უნდა წახვიდე და ახალი მიყიდო. კარგი ჯიჯი, მაგრამ იცოდი, ასეთი სამაჯურის ფული არ მაქვს, ძივებისას გიყიდი. კარგი პატრიკ, არ აქვს მნიშვნელობა როგორია, მთავარია რომ შენგან იყოს. ჯანდაბა გოგოებო, დღეს კვირის ყველაზე საშინელი დღეა. ხო, გეთანხმები. გოგოებო, რას ფიქრობთ, დღეს ჩემთან დარჩებით? კი, კარგი იდეა. სლიპოვერი მოვაწყოთ. ხო, დასტრესილი ვარ და ცოტას გავერთობი. ეს ფეხბურთელები უკვე ძალიან მაბრაზებენ. მინდა გაკვეთილი ვასწავლო. დამშვიდით ისმა, ჩვენ ვუყიდით საჩუქრებს და ყველაფერი კარგად იქნება. ხო, მესმის. გამარჯობა. ბროვასტი, გამარჯობა. სმაილ. არც ისე კარგად. წვრთნელის დაბადების დღეა ორ დღეში და საჩუქრისთვის ფულის მოცემა არავის არ უნდა. ხო, ხარბები არიან, საჩუქარი მარტო უნდა ვუყიდოთ. ხო, ჩვენც ცუთხასიათზე ვართ. ჩვენი მწვრთნელი გვეჭხუბა, თან ძალიან მკაცრად. ეს საყვარლობები აღარ შემიძლია. ხო, დავიღალე. კარგი სმაილ, დამშვიდი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და სხვათა შორის დღეს ლეილასთან სლიპოვერი გვაქვს. შეიძლება შემოგიერთდეთ. ხო, იანა, თქვენთან ერთად წამოვალთ. არა მგონია ბიჭებო, მხოლოდ გოგოები არიან დაპატიჟებული. ხო, ეს ჩემი სლიპოვერია და არანაირი ბიჭები არ დაიშვებიან. კარგით ბიჭებო, არ მოიწყინოთ. შემდეგ კვირას მე მექნება ფართი და რა თქმა უნდა დაპატიჟებულები ხართ. იანა. რა? ვაიმე, სმაილ, არა, ვაიმე, სამაჯური დავკარგე. დიანა, ჩემი თავი ასე გადარდებს. დღეს მოგეცი ეს სამაჯური და უკვე დაკარგე. ჯანდაბა დიანა, სად დაკარგავდი? შეიძლება ვარჯიშის დროს, ან კარადებთან, ან საპირფარეშოში. არ ვიცი, კარგით გოგოებო, უნდა დავიშალოთ, მე საპირფარეშოში მოვძებნი. კარგი, ჩვენ აქ შევიხედავთ კარადებში. აქ არაფერი დიანა. ეს ხდება, როცა დიანა საჩუქარს აძლევ, ის კარგავს. დიანა, ვერსად ვერ ვიპოვეთ. ხო, იანა, ვიცი, ვერც მე ვიპოვე. გოგოებო, აქ არაფერი არ არის. მართლა ყველგან ვეძებე და ვერსად ვიპოვე. ჯანდაბა გოგოებო, სმაილმა დღეს მაჩუქა ეგ სამაჯური და მე უკვე დავკარგე. რა მოხდა გოგოებო, იპოვეთ? პირველ სართულზე ვერ ვნახეთ. არა სმაილ, ვერ ვიპოვე, მაგრამ მაპატი ეგ თხო ძალით არ დამიკარგავს. შეიძლება მოიხსნა და დავარდა. დიანა, ეცადე გაიხსენო კიდევ სად იყავი დღეს და იქ მოვძებნოთ. ნათელია რომ დავარდა და ვიღაცა მოიპარა. ხო, წავიდეთ კლასში და ვიკითხოთ, იქნებ ვინმე ვნახა. დიანა, იმედი მაქვს ვიპოვით, ძალიან დამწყდება გული. ეს სამაჯური ძვირი ღირდა. კარგი სმაილ, გაკვეთილზე წავიდეთ და ვნახავთ. იცით რა ბავშვებო, ახლა მესმის რომ ყველას შურჩემი, რადგან მე შეყვარებული მყავს. ხო, ჯიჯი, გეყოფა ტრაბახი. და მეც მყავს შეყვარებული, ხო არტემ? ჯული, ჩემგან შორს დაჭექი. ნახე მარიუს, ახლა არტემს გონია რომ მე ვიყენებდი საპირფარეშოს. კარგი ჯული, მორჩი. შეწყვიტეთ ამაზე ლაპარაკი, ორივე იყავით და ორივემ გააფუჭეთ ჰაერი. კარგით ბავშვებო, გვაჩვენეთ თქვენი ჯიბეები. ხო, აბა რა გაქვთ? ვინ აიღო ჩემი სამაჯური? დიანას სამაჯური გაქრა. არ გამქრალა, დაკარგა. ხო, ლეილა, დავკარგე, მაგრამ ვიღაცა მიპოვა. ხო, და ამიტომ იჩქარეთ და გვაჩვენეთ რა გაქვთ. გაგიჟდით, ჩემს შეყვარებულს ზვირიანი სამაჯური ვუყიდე და თქვენ აიღეთ? სმაილ, დამშვიდი, მე დავკარგე, ჩემი ბრალია. კარგით, გავიგეთ. ახლა ჩვენ მოგვისმინეთ. პირველი, ჯერ ბავშვები არ ვართ, მოზარდები ვართ. ხო, მოზარდები. მეორე, შეწყვიტე შენი ზვირიანი საჩუქრების შესახებ ყვირილი. კოსტა, კარგია რომ იმ საჩუქრის ფული არ მივეცით. მისმინეთ, თემას დავუბრუნდეთ, ჩემი სამაჯური. ხო, დაკარგა და უნდა რომ იპოვოს და ჩვენ ვერ ვიპოვეთ. ესე იგი, ერთ-ერთ თქვენგანს აქვს. ხო, სკოლიდან ვერ გაქრებოდა. კარგი კოსტა, მეტი ლაპარაკი აღარ გვინდა, თქვენი ჯიბეები გვაჩვენა. რა? მომისმინეთ, ეს ჯიჯი იყო, ვინც სამაჯური აიღო. რა? პატრიკ, შენ მომეცი ეგ სამაჯური და მითხარი რომ სკოლაში იპოვე. ჯიჯი, რატომ იტყუები? შენ მომეცი სამაჯური და მითხარი რომ შემენახა. იცი რა, პატრიკ, შორდები.
კარგი ჯიჯი, აი სამაჯური. ვა, ჯიჯი, შენ უკვე ქურდი ხარ? მომეცი ეგ სამაჯური. დიანა, აიღე. მადლობა, სმაილ. არ დაკარგო დიანა, თორემ მეც საჩუქრებს აღარ მოგცემ. კარგი, სმაილ, არ დავკარგავ. და კლეპტომანი რა არის? ის, ვინც ქურდობას ვერ უძლებს, ეს დაავადებაა. იცით რა ბავშვებო, მე არ ამიღია, პატრიკი იყო. მითხრა რომ იპოვა კარადებთან ახლოს და მომიტანა მე. ჯიჯი, შენ საიდუმლოებს ვერ ინახავ. კარგით, აღარ უნდა იჩხუბოთ. სამაჯური ნაპოვნია. კარგით, გოგოებო, გამოვიცვალოთ და წავიდეთ სახლში. სლიპოვერი! მაგარია, სლიპოვერი აქვთ. მოდი ბრაუს, შენთან მქონდეს სლიპოვერი. ნახვამდის ბავშვებო, ბოდიშით რო შეგაწუხეთ. წავედით სმაილ.